დილა არის ჩვენთან თოვლიანი მართალია ძალიან დიდი თოვლი არ მოვიდა უბრალოდ მთელი ღამე თოვდა მაგრამ ტემპერატურა ისეთი არა მივედნებ ახლა ჩვენს ამ სანათებს მოვაშორებთო ამზე დაადნეს ნახეთ როგორ ხრაშუნობს რა ლამაზია ეხლა ბავშვები შეჭამენ და გამოვლენ გარეთ იმიტომ რომ მოასწრონ თამაში თუმცა აი იქედან იქ არის ყაზბეკი და თოვლი მოაქვს იმიტომ რომ პროგნოზით კიდევ მოთოვს დღეს და ხვალაც და ძალიან მინდა რომ ახლა წლის ღამეს თოვდეს ძალიან მინდა აი ასე როგორ ხართ განწყობილი საახალწლოდ მე მინდა გითხრათ რომ ეს რაღაც აჟიოტაჟი არ მაქვს ზოგადად არასოდეს არ მაქვს რადგან არ გამსჯი ახლა ხალხს მაგრამ მგონია რომ ასეთი რაღაცა პანიკური პროდუქტის ყიდვა და ყველანაირი საჭმელის მომზადებები არ არის საჭირო ეხლა რა თქმა უნდა ინდივიდუალურია მაგრამ ჩემს სიტუაციაში არასოდეს არ ხდება ასე იყო ერთი ახალი წელიც სადღაც დაახლოებით 4 წლის წინ იყო მგონი როცა მე მქონდა ჩვენ გქონდა ბევრი მანდარინი ჩურჩხელა გოზინაყი შამპანიური და ხილი კამფეტები всё სხვა ის რაღაც კლასიკურები არა რატომაც ასე მოგვინდა და ძალიან მშვენიერი ახალი წელი გავატარეთ და ყველანაირი ამ ზედმეტი ასე ვთქვათ პანიკის გარეშე აი ხალხი რო ყიდულობს და 5 დღით ადრე იწყებს მზადებას ცოტა ვერ მესმის არ ვიცი თან რამოდენიმე ადამიანს ვკითხე რომ აი როგორ ხართ ამ მომენტში თქვენ და იმათაც მითხრეს რომ არანაირად არ გვაქვს ეგრო მოვამზადოთ ბევრი საჭმელი ბევრი პროდუქტი ვიყიდოთ იმ დღეს ორნაბიჯში შევედი და ისე გამაოცა რიგმა რომ გამოვედი და ბოლოს რაც მინდოდა ფრესკოში შევედი ღამე გვიან ისიც იმხელა რიგი იყო რომ მაგრამ მან დახლა რაღაცნაირად გადავლახე ეს მომენტი და შევიძინე რაღაცეები ესე იგი მე რა მაქვს მოსამზადებელი ტოლმა მაქვს გაყინული უკვე მაცივარში იმაში საყინულეში არ ვამზადებ ტოლმას მქონდა ბლინებიც მაქვს გაყინული საყინულეში არ ვამზადებ ბლინებს მე გავაკეთებ ოლივიეს მეუღლე შეწვავს მწვადს იქნება ბევრი ხილი იქნება ბევრი ბოსტნეული იქნება ბევრი ტკბილეული და რამე ალბათ ტორტს გამოვაცხობ და მორჩა მეტი არაფერი ეხლა შეიძლება ვიღაცამ დამცინოს მაგრამ ჩემთვის ახალი წელი სულ სხვა არის ჩემთვის ახალი წელი არის პირველ რიგში განწყობა უნდა გადავეწყო ახალ წელზე უნდა ჩემი ტვინი გავასუფთავო ყველანაირი ცუდისგან დღეს დავჭდები ხანდა და დავწერ ფურცელზე იმას რაც მინდა რომ აღარ მქონდეს ახალ წელზე ეგ ეხება ყველაფერს ნივთებს ადამიანებსაც ეგ ეხება რაღაც ფიქრებს სურვილებს რაც აღარ მინდოდა მაგრამ აღარ მინდა და აღარ არის აქტუალური და ამ ფურცელს მე სანამ ახალი წელი დადგება და ჩვენ ვისტუმრებთ ძველ წელს ამ ფურცელს მე დავწვავ ხო ასეთი პატარა რიტუალი მაქვს და ძალიან მეხმარება ჩემს ეს არის მთავარი და არა მილიონი კერძის მომზადება და თითქოს და ბოლო დღეა როცა შეძლებს საჭმელის შეჭმას აი ასე ვარ მე ამიტომ ყველანაირი პანიკის ყველანაირი ასეთი იქეთ-აქეთ სირბილის გარეშე ხდები ახალ წელს ზოგადად ყოველთვის ეს მარტო ახლა არა მაქსი რატო არ მოდიხარ საჭმელად აი ასე მეგობრებო
რა თქმა უნდა, პატარა საჩუქრებიც ვუყიდე ბავშვებს, ისე საჩუქრებს ვყიდულობდი დეკემბრის განმავლობაში და 3 დეკემბერს რო დავდგით ნაძვისხი, იმის მერე სულ რაღაც პატარ-პატარა საჩუქრებს ვდებდი და მომავალ წელს მინდა ადვენტ კალენდარები გავუკეთო და რაღაცა პატარ-პატარა ყოველდღე რომ მთელი დეკემბერი გახსნან. ძალიან მინდა ეს და ამ სურვილებს, რომელიც მე მინდა რომ მქონდეს მომავალ წელს, აუცილებლად ჩავწერ. აი ასე, მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ხვდებით ამ ახალ წელს დიდი სიხარულით, დიდი რამ ხელავ ჩავარ, მე უბრალოდ დიდი ქურთუკი ჩავიცი. დიდი სიხარულით, სიყვარულით, კარგი განწყობით და მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ჯანმრთელობა და რომ იყოს სიმშვიდე და ყველაფერი კარგად ახალ წელს. ცოტა წინასწარ მოგილოცეთ, მაგრამ ახალ წელსაც მოგილოცავთ აუცილებლად. შეიძლება სუფრასაც გაჩვენებთ. ხო, გაჩვენებთ, რატომაც არა. ჩემს მინიმალისტურ საახალწლო სუფრას. დილამშვიდობისა დილის 6 საათია. მე მინდა ეხლა გაჩვენოთ ჩვენი გარეთ განათება. ხურთა როგორ ბნევა. ციყვია უკვე ხეზე. აი ეს სახლი. და აი ეს ჩვენი განათება, რომელიც აი ასე გავუშვით მთელ სახლის. ერთად გავხსნათ აი ეს უმშვენიერესი თიხის გიფსოს ლარნაკი, რომელიც გავაკეთე გუში. გავხსნათ დილის 7 საათზე. ეს პირველი ჩემი ლარნაკი. რაღაცა მინდა შევკერო მალე ორ წუთში. ისეთი რაღაც საყოფა ცხოვრება. ნივთი. აი, გამიჯობა ჩემი მეგობრებო, ხალხო რამდენი ხანი არ მინახე ხარ. აი ამის ისეთი რბილია. ერთი სიტყვით კარედან რო ძალიან არ აბრახუნოს. ეს უნდა ჩაბუგო.
როგორ ხართ თქვენ? იმედია კარგად ხართ. დავიწყოთ მეორე სიჩქარით. მიყვარს კერვა. აი ალბათ ცოტა მეტი დრო რო იყოს ჩემს ცხოვრებაში. Да? Да. Хорошо, Царь.